თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი დღეს ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა ერთკვირიანი ღონისძიებები საპროტესტო აქციით დაიწყო. ფესტივალის ორგანიზატორები კინოთეატრ აპოლოს კვლავ სახელმწიფოსთვის გადაცემას ითხოვენ. თემაზე ვრცლად სალომე შანშიაშვილი საუბრობს პირდაპირ ეთერში. სალომე, გისმენთ. თბილისის რიგით მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი კინოთეატრ ამირანში დაახლოებით 40 წუთის წინ გაიხსნა. 2-დან 8 დეკემბრის ჩათვლით ფესტივალი სტუმრებს საკმაოდ მრავალფეროვან პროგრამას თავაზობს. ამ წუთებში კინოთეატრ ამირანში მოსულ მაყურებელს საშუალება აქვს ლევან კოღუაშვილის ფილმი შემთხვევითი პაემანი ნახოს. ძალიან მიხარია, რომ უპირატესობა ხვდა ლევან კოღუაშვილის ფილმს, ანუ ჩვენ ფილმს დახსნის ფესტივალს, რომელიც ვთვლი, რომ ერთ-ერთი ძალიან პრესტიჟული კინოფესტივალია საქართველოში და მე მაგალითად არ მინახავს ეს პირველი შემთხვევა, როცა მე თვითონაც პრემიერას უყურებ, ისე რომ არ ვიცი ლევანს რა აქ დატოვებული. ძალიან ნერვიულობ და რაც ვნახე რაღაც პატარ-პატარა კადრები და ამონარიდები ამ ფილმიდან, რაღაცა მე მოხიბლული ვარ. მინდა მომეყოლა ერთი მარტივი ამბავი საქართველოს რაღაც ცხოვრების რაღაცა ეპიზოდი მეჩვენებინა. მომეყოლა რაღაცა იმ ტრადიციის გათვალისწინება, რაც ქართულ კინოს ახასიათებდა. რაც არის რაღაცა ცოტა იუმორი, ცოტა ირონია, რაღაც ცოტა მეტნაკლებად სერიოზული ამბავის ხმა. და რაღაცა მეჩვენები, რომ ამ ქვეყანაში არის რაღაცა ძალიან ყველაფერს მიგავდა და რაღაცა სიტყვა ადამიანური ურთიერთობების, რომელიც ძალიან დასაფასებელია. ფესტივალის გახსნამდე 1 საათით ადრე ორგანიზატორები კინოთეატრ აპოლოსთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ კინოთეატრის იერსახის აღდგენას და მის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებას. კულტურის სამინისტრომ გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით თავის ვებგვერდზე განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ის იზიარებს აქციის მონაწილეთა პროტესტს და აწარმოებს მოლაპარაკებებს კინოთეატრ აპოლოს ამჟამინდელ მფლობელებთან. რაც შეეხება საკუთრივ კინოთეატრის მფლობელებს, მათ ქრონიკა დაუკავშირდა, თუმცა კომენტარი ამ საკითხზე არ გაუკეთებიათ. ფიქრობთ, რომ სახელმწიფომ რაღაც პროგრამა მაინც უნდა შეიმუშაოს, რომ აი ესეთი კულტურის ძეგლები გადაარჩინოს არა განადგურებას. ჩვენ ვიცით, რომ ის კერძო მფლობელის ხელშია და ის მას ნამდვილად არ გაანადგურებს და არ შეცვლის, მოულის კიდეც, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ კულტურის კერა არ გაუქმდეს და არ დაიხუროს. ჩვენი პროტესტის მიზანი ის არის, რომ ამ კინოთეატრს დაუბრუნდეს პირვანდელი ფუნქცია. აქ გაიხსნას ან კინოს მუზეუმი, ან მუნიციპალური კინოთეატრი და შეეძლოთ ადამიანებს კინომოყვარულებს აქ მოსვლა და ფილმების ნახვა. ჯერჯერობით გაურკვეველია თუ რა ბედი ეწევა კინოთეატრ აპოლოს, რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს. ის 7 დეკემბერს დაიხურება და დახურვის ცერემონიალზე გამარჯვებულები ოქროს და ვერცხლის პრომეთეთი დაჯილდოვდებიან.